დაქანცული ხარ, მაგრამ ვერ ჩერდები. როდის გადაწყვიტე, რომ დასვენება დანაშაულია? როდესაც ისვენებ, როგორც ნამდვილ პერფექციონისტს ეკადრება, თავში გამუდმებით გიტრიალებს ფიქრები, რომ ახლა ხომ შეიძლებოდა კიდევ რაღაც გამეკეთებინა, ან რას წამოვწოლილ ვარ უმაქნისივით, ან სანამ მე ვისვენებ სხვები წინ მიიწევენ და იღწვიან, რაიმე მსგავსი. ამასობაში ჩნდება ქრონიკული გადაღლილობა, შფოთვა და ამიტომ სანამ სხეულს ისე ძალიან არ დავღლით, რომ დღის ბოლოს გათიშულები დავეცეთ საწოლზე და პირდაპირ დაგვეძინოს, მანამ მოусვენრად ფუთფუთებს ჩვენს გონებაში აზრი, რომ დღეს საკმარისად კარგი არ ვიყავი. პერფექციონისტს ამ რბოლაში საერთოდ აღარ ცალია საკუთარი სურვილებისათვის. მთავარია გარშემო სიმშვიდეა, მთავარია ყველა კმაყოფილია. ეს არის მისი მიზანი. პერფექციონისტი იშვიათად ან თითქმის არ წუწუნებს. თუ გეუბნებათ, რომ გადაღლილია, ამას იმიტომ არ აკეთებს, რომ გეწუწუნება თან დახმარებას გთხოვთ. უბრალოდ უნდა რომ გაგაოცოთ საკუთარი სუპერ უნარებით და შესაძლებლობებით. არადა სინამდვილეში გადაღლილია, იმიტომ რომ საკუთარ თავზე იღებს ჰიპერპასუხისმგებლობას, ისახავს წარმოუდგენლად რთულ ამოცანებს, რომელსაც შემდგომ ან საერთოდ ვეღარ იწყებს, ან შუაგზაში ატოვებს. აი, თუ ამ ბლოგის კეთება სადღაც 1-2 თვეში შევწყვიტე, შეგიძლიათ ივარაუდოთ, რომ რაღაც დაახლოებით მსგავს სიტუაციასთან გვაქვს საქმე. არსებობს ასეთი ავტორი, ბევერლი ენგელი, რომელსაც ბევრი საინტერესო წიგნი აქვს ფსიქოლოგიაზე. ერთ-ერთ წიგნს პირდაპირ ასე ჰქვია, კარგი გოგოს სინდრომი. ამ წიგნში ავტორს აქვს გაკეთებული კითხვარი ერთგვარი, რომელზე პასუხების გაცემის შედეგად მკითხველს შეუძლია გადაწყვიტოს, რამდენად კარგი გოგო ან რამდენად კარგი ბიჭია. ანუ რამდენად კარგად აკმაყოფილებს პერფექციონისტის და ფრიადოსნისთვის საჭირო კრიტერიუმებს. რამოდენიმე კითხვა ამოვწერე, საკმაოდ გრძელი კითხვარია და გაგაცნობთ ამას, მოდი ერთად გავცეთ პასუხები ამ კითხვებზე და დავუსვათ საკუთარ თავს, ასე ვთქვათ, დიაგნოზი. პირველი კითხვა არის ეს: გიჭირთ თუ არა პრეტენზიის გამოთქმა? ანუ, როდესაც მაგალითად რესტორანში თქვენთვის მოაქვს უვარგისი კერძი, უკანატანთ თუ იტოვებთ, არა უშავს ვის არ მოსვლია, ან თუ მაგალითად რაიმე ნივთის შეძენა არ გსურთ მაღაზიაში, მაინც იძენთ, რადგან გამყიდველი იმდენად მონდომებულია, რომ უბრალოდ მას ვერ გაუცრუებთ იმედებს. გეშინიათ, რომ თქვათ, რასაც ნამდვილად გრძნობთ, რადგან არ გინდათ ვინმეს გრძნობების შეურაცხყოფა, ან უბრალოდ ვინმეს გამოწვევა. ზედმეტად ხშირად ხომარი ხდით ბოდიშს. ადვილად გითანხმებენ, რადგან გიჭირთ არასთქმა. გყავთ მეგობრები, ნაცნობები, რომლებთანაც არც აღარაფერი საერთო არ გაქვთ, აღარც მოგწონთ ისინი, მაგრამ თავს მაინც რატომღაც ვალდებულად თვლით, რომ მათთან ურთიერთობა გააგრძელოთ და კავშირი შეინარჩუნოთ. გეშინიათ, რომ ადამიანებს აღარ ეყვარებით, თუ მათ არ დაეთანხმებით. არ ყოფნით სიმტკიცე, რომ ვინმეს უთხრათ, მისმა ქცევამ რომ გული გატკინათ, რადგან არ გინდათ, რომ მათ ცუდად იგრძნონ თავი. როცა გწყინთ, ცდილობთ არაჩვენოთ, რომ გაბრაზებული ხართ, რადგან ფიქრობთ, რომ ეს არაფერს შეცვლის და პრობლემას პირიქით გააღრმავებს. ყველანაირად ცდილობთ კონფლიქტის და დაპირისპირების თავიდან არიდებას. აძლევთ თუ არა ადამიანებს შანსს დაუსრულებლად იმის შემდეგ, რაც მათ უკვე არაერთხელ გაგიცრუეს იმედი. გიზიდავთ ცუდი ბიჭები. ამ ბოლო პუნქტზე მოკლედ გავამახვილებ ყურადღებას, იმიტომ რომ ჩემთვისაც საინტერესო იყო ამის გარკვევა, რომ უკეთ გამეგო კარგი გოგოს აზროვნების ეს მექანიზმი, რატომ მოსწონთ კარგ გოგოებს ცუდი ბიჭები. ვინ არიან ცუდი ბიჭები? ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ იმას, რაც სურთ, აკეთებენ იმას, რაც სურთ, მათთვის არ არსებობენ ავტორიტეტები. ოჯახი, მშობლები, სკოლა, უნივერსიტეტი, ის ავტორიტეტები, რომლებიც კარგ გოგოს ცხოვრებას განუსაზღვრავენ. ამიტომ კარგი გოგო თვლის, რომ ცუდი ბიჭი ცხოვრობს ისეთი ცხოვრებით, როგორც მას სურს და ეს ცხოვრება ისეთი საინტერესოა, რომ მაგნეტივით იზიდავს. ამ კითხვარის პასუხები დაგვეხმარება, რომ ცოტა უკეთ გავარკვიოთ, რამდენად ძლიერია ჩვენში ეს ფრიადოსნის სინდრომი. ამის შემდეგ უკვე ჩვენ შეგვიძლია გადავიდეთ ყველაზე უფრო მოსაწყენ და უხალისო ნაწილზე, ეს არის საკუთარ თავთან მუშაობა. თუ რასაკვირველია, გადავწყვიტეთ და გსურს, რომ რაიმე შევცვალოთ. საკუთარ თავთან მუშაობა უსიამოვნო და უხალისო არის იმდენად, რამდენადაც ეს აღარ არის პასიური მსმენელის პოზა, როცა ჩვენ ესე სხედვართ უბრალოდ ეკრანებთან და კმაყოფილები, თავდაჯერებულები ვიქნევთ თავს, თანხმობის ნიშნად, აბა რა, გასაგებია, ყველაფერი ასია, ღმერთო, რა მართალია. ჩვენ გამოვდივართ ამ მდგომარეობიდან და
ხდებით უკვე მოქმედი პერსონაჟები. საკუთარ ხელში უნდა ავიღოთ მოქმედების სადავეები. ერთი ფილმიდან მახსენდება ფრაზა, რომელიც სამწუხაროდ აღარ მახსოვს ზუსტად, მაგრამ დედააზრის ზუსტად მახსოვს, ისევე როგორც ყველაფრის. დიდი ხნის წინ ვუყურე ამ ფილმს, მოხუცი კაცის პერსონაჟი ეუბნება ახალგაზრდა ქალს, რომ ცხოვრება არის ფილმი. ამ ფილმში არსებობს მთავარი როლი და არსებობს მთავარი როლის შემსრულებლის დაქალი. შენ ცხოვრებაში მთავარი გმირის შემსრულებელი უნდა იყოს შენ, მაგრამ რატომღაც იქცევი დაქალის როლის შემსრულებელივით. თქვენ რას ფიქრობთ? თქვენი ცხოვრების ფილმში მთავარი გმირი ხართ თუ დაქალის პერსონაჟს განასახიერებთ? აქ შეიძლება ვიღაცამ დაინახოს მოწოდება ამპარტავნებისკენ ან ეგოიზმისკენ, ან გადაწყვიტოს, რომ მე ვებრძვი დევის მეგობრისთვის გზად და ხიდად, მაგრამ მსგავსი არაფერი სულტყუილად, უბრალოდ მხოლოდ მგონია, რომ ჩვენ უნდა შევწყვიტოთ ინერციით დაქალის ან ძმაკაცის როლის შესრულება. უნდა დავფიქრდეთ, დავუსვათ საკუთარ თავს კითხვები, გავცეთ პასუხი და თუ ამის შემდეგ გაცნობიერებულად გადავწყვეტთ, რომ ჩვენთვის ამას მოაქვს ბედნიერება, ან სულაც არ მოაქვს ბედნიერება, მაგრამ მაინც ასე გადავწყვეტთ, მოკლედ ეს თუ იქნება ჩვენი შინაგანი კარნახით წამოსული გადაწყვეტილება, კი ბატონო, შევასრულოთ, გნებავთ დაქალის, გნებავთ, რა ვიცი, 97 ქამასოკოს როლი თუნდაც, თავარია ეს არ იყოს გარედან მექანიკური კარნახით მოსული, თავს მოხვეული, გაკიცხვის და უსიყვარულობის შიშით ჩადენილი საქციელი და იყოს ჩვენი შინაგანი ჭეშმარიტი სურვილი და მოთხოვნილება. განვაგრძოთ საუბარი მსგავს თემებზე შემდეგ ვიდეოებში. მანამდე გამოიწერეთ ჩემი არხი, მოიწონეთ ჩემი ვიდეოები და გამიზიარეთ თქვენი გამოცდილებები, შთაბეჭდილებები და ასევე სასურველი თემები კომენტარებში. დროებით შემდეგ ვიდეომდე.